მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ როგორც მოსალოდნელი იყო დაადასტურა ბრალდების ვერსია დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მის შილი. თითქმის 3 წელია კლინიკა ვივამედში იმყოფება. დღეს კი ახალი განაჩენით 9 წელი დაემატა. გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ბადრი კოჭლამაძიშვილმა, რომელმაც დარბაზშივე მიიღო ბიძინას მონის შეძახილების. სასამართლო პროცესის ფინალის კონტროლი მას გაუჭირდა, ამიტომაც დარბაზიდან გააძევა ყველა, ვინც მისი გადაწყვეტილების გამო ხმამაღლა გამოთქვა უკმაყოფილება. კოჭლამაზიშვილის განმარტებით სააკაშვილს დარჩენილი 3 წლისა და 6 თვის ნაცვლად კიდევ 6 წელი და 6 თვე 2030 წლამდე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა თუ რეჟიმი შენარჩუნდა. ამავე საქმეზე სასამართლომ ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას 300,000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. სააკაშვილმა თანხა გაფლანგა, ხოლო ჯანაშიამ სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ასე გადაწყვიტა კოჭლამაზაშვილმა. გაფლანგულად სახელდება 9 მილიონი ლარი, სადაც არამიზნობრივ ხარჯებში გატარებულია უამრავი სხვადასხვა ხასიათის ხარჯი პროკურატურის მიხედვით დაწყებული პიჯაკებიდან დასრულებული შვილის სწავლის გადასახადით. კიდევ ერთხელ გადავხედოთ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს. 6 წელი მას მისჯილი აქვს სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეების გამო, პიჯაკების საქმეზე 9 წელი მიესაჯა დღეს, თუმცა ეს არ არის საქმის ბოლო ინსტანცია და გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება. ამის გარდა წინ არის კიდევ ორი საქმე: ტელეკომპანია მედიის დარბევა 2007 წელს და საზღვრის უკანონო ტყვეთის ბრალდება 2021 წელს. ეს ეხება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას. ქეთი ნადიბაიძეს ფორმულას ჟურნალის ვთხოვოთ ახლა უფრო მეტი დეტალი ამ საქმისა და სასამართლო პროცესის დღევანდელი ფინალის შესახებ. ეს არის მესამე განაჩენი საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. სამივე განაჩენი გამამტყუნებელია, თუმცა ეს არის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ყველაზე დიდი 9 წლიანი მსჯავრი აქვს შეფარდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამოცემულობით მას უწევს ციხეში ყოფნა 2030 წლამდე. აქვს კიდევ ორი მოქმედი საქმე, როგორც აღნიშნეთ, ეს არის 7 ნოემბრის და ასევე საზღვრის უკანონო კვეთის საქმე, რომელიც ყველაზე ახალია. დამპყრობლის ნება აღსრულდა, აი ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ბადრი კოჭლამაზიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურდა განაჩენი თავად მოესმინა და რაიმე ფორმით დასწრებოდა ამ სხდომას, ეს ვერ მოხდა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ითხოვდა, რომ მოსამართლეს დღევანდელი სხდომა გადაედო, თუმცა მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა და დღეს ბრალდებულების გარეშე გამოცხადდა დარბაზში გადაწყვეტილება, არ ესწრებოდა სხდომას არც თემურ ჯანაშია. მოსამართლის განაჩენს მოხვა ხმაური. მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განაჩენი მოსამართლე კოჭლამაზიშვილმა ხმაურის შეძახილების და მანდატურის სამსახურის საგანგებო მობილიზაციის ფონდზე წაიკითხა. ამ გადაწყვეტილებით ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმის 11 წლიანი ისტორია პირველ ინსტანციაში დასრულებულია. საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლომ მესამე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ამჯერად ბიუჯეტის გაფლანგვისთვის და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის ხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გარდა არც მეორე ბრალდებულს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას მოусმენია. ის დღეს არც მედიასთან გამოჩენილა. საპატიმრო სასჯელის ნაცვლად სასამართლომ ჯანაშია 300,000 ლარით დააჯარიმა, რადგან ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ არა ბიუჯეტის გაფლანგვაში, არამედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო. სხდომის თითქმის ყველა დამსწრე დღეს სასამართლოში გამამტყუნებელი პოლიტიკური განაჩენის მოლოდინით მივიდა. კარგი ამბავი ის არის, რომ რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება. ვერ გაბედა ერთადერთი რამის გამო. აი ამ უბედურებს შეეშინდა საკუთარი დაცვების. საკუთარი დაცვა, იმიტომ რომ ეს ხალხი, ვინც დღეს მათ იცავს, გუშინ მუშაობდა, გუშინაც მუშაობდა და შევარდნაძის დროსაც მუშაობდა. და მათ რას ეუბნები იმ ადამიანებს, ვინც მათ იცავთ, მათ დასდევს და მათ იმებს ოჯახებს იცავენ. რომ მეორე დღეს ხვალ ესე გაწირავენ? აი ვერ გაბედეს. რა თქმა უნდა, რუსი ივანიშვილისთვის არამიზნობრივად არის დახარჯული ხარჯები, რომელიც დაიხარჯა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მასპინძლობისთვის, ჰილარი კლინტონის მასპინძლობისთვის,
ჯო ბაიდენის მასპინძლობისთვის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის. სამაგიეროდ მიზნობრივია ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა გავრილოვის მასპინძლობისთვის. იმ ტყვიებისთვის, რომელიც ადამიანებს დაუშინეს, რომლებიც აპროტესტებდნენ გავრილოვის სტუმრებას. ორივე გამტყუნებული ბრალდებულისთვის მრავალტომიანი და მრავალწლიანი დავა ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც შესრულებულად დღეს სასამართლომ გამოაცხადა. ახალი 9 წლიანი მსჯავრი მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებით 3 წლიან პატიმრობას ნიშნავს, რადგან სხვა ორ საქმეზე მას 6 წელი უკვე მისჯილი აქვს. აქედან ნახევარი მოხდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით მას ციხის დატოვება 2023 წელს უწევს. მესამე გამამტყუნებელ განაჩენს დღესის ვივამედიდან გამოეხმაურა, რადგან თხოვნის მიუხედავად მოსამართლემ სხდომა არ გადადო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად დაესწრო. რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა, დამპყრობლების ნება პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარეს საქართველო იმისათვის, რომ პირველად საუკუნების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება, სამშობლოს სიყვარული და წესიერება. პიჯაკების საქმე წოდებული დავის ერთი ეპიზოდი მიხეილ სააკაშვილის მიერ დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოს ბიუჯეტის ფულით ყიდვას უკავშირდება. პროკურატურა ედავება სხვების, მათ შორის პირადი და ოფიციალური სტუმრებისთვის განკუთვნილ საჩუქრებს. შვილის განათლების დაფინანსებას, მივლინებებს, სტუმრების გამასპინძლებას, სხვადასხვა სამედიცინო ხარჯებს. ბრალდების ხარის წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები და ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. არამედ პირიქით აღნიშნული თანხა 9 მილიონი ლარი ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის მისი ოჯახის წევრების და მისი გარემოცვის კომფორტს და ფუფუნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. 9 მილიონ ლარში, რასაც გაფლანგვას ეძახიან, არის ხარჯი მაგალითად პრეზიდენტისთვის ბრონირებული ავტომობილის ქირაობა. როგორ შეიძლება ეს არ იყოს უსაფრთხოების ღონისძიება, ხო? მაგალითად, იმ ხარჯებში არის ამ 9 მილიონში დონალდ ტრამპის, ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის გამასპინძლების ხარჯები. და როგორ ახლა კერძო ვიზიტები ქონდა მიხეილ სააკაშვილს სენატორებთან, დონალდ ტრამპთან, ჰილარი კლინტონთან, ეს ხო აბსურდია. ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმე ამით არ სრულდება. ორივე მხარე 11 წლიან დავას სააპელაციო ინსტანციაში გააგრძელებს, სადაც პროკურატურა აპირებს თემურ ჯანაშიას შემთხვევაში საპატიმრო სასჯელი, ანუ ბიუჯეტის მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის დადასტურება მოითხოვოს.